ჭიათურაში, ბორჯომში, მარტვილსა და ხონში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები გამოავლინა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დალუქულია უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, სადაც ძაბლის ხემცენარეებისგან მოქალაქემ უკანონო დაწარმოა ხის მასალა. ფაქტი სისხლის ამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალების შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი. ხოლო ხონის, მარტვილისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა 48 ერთეული სხვადასხვა სახეობის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები. შეგახსენებთ, უკანონო ტყით სარგებლობის პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი გამკაცრებული კონტროლი ხორციელდება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ტყის უკანონო მოპოვების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით მკაც კონტროლს ახორციელებს. შედეგად იმერეთში დალუქულია უკანონო სახერხი საამქრო. ასევე გამოვლინდა დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. კაცრი უწყვეტი კონტროლისა და გამკაცრებული რეგულაციების შედეგია, რომ სამართალდარღვევები 59%-ით შემცირდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ მომავალშიც მკაცრ ზომებს მიიღებს.